Სრემლი არ შეგშრობია თვალზე 9 აპრილს წამებულთა გლოვა სამაჩაბლოში წამებულთა გლოვა დღესაც გრძელდება მაგრამ უფალმა მოგვივლინა ეს დღე ვითარცა დღე სრემლნარევი სიხარულისა ასეთი იყო საქართველოს ისტორია 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში რამე თუ აღსრულდა ნება მათი აღსრულდა ნება ქართველი ერისა გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს ხარობდეს ღმერთი ოცდაშვიდი წელი გავიდა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და დღეს იბერიაში ფაბრიკის სტუმარია ადამიანი, რომელიც ყველაზე უკეთ მოგვიყვება რა ხდებოდა 9 აპრილის ირგვლივ და საერთოდ რა ხდებოდა 91-92 წლებში. ზვიად გამსახურდიას მეუღლე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირველი ლედი მანანა არჩვაძე გამსახურდია იქნება დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც უშუალო მონაწილეა ამ ამბების, რაც მაშინ დატრიალდა. როგორ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და შემდეგ როგორ დაამხეს პირველი პრეზიდენტი. მე მაქვს პირდაპირ ვიტყოდი დიდი პატივი იმისა, რომ უმასპინძელ ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას დღეს ჩვენ სტუდიაში და ამისთვის მას მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. მობრძანდით. ქრისტე აღდგა. გეშმარდათ აღდგა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. სრულიად საქართველოს ულოცავ და უსურვებ ყოველივე სიტყვას და უფალისთვისაც ევნო აი სწორედ იმ გამარჯვებას მე ვლოცავ საქართველოს. მობრძანდით და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი ქალბატონო მანანა ამ შვენიერ და ბრწყინვალე დღეს და რაც მთავარია სასაუბროთ იმაზე რაც არის ჩვენი ქვეყნის მთავარი თემა, ყველაზე მთავარი თემა. აუცილებლად. დამოუკიდებლობა, ის რაც ჩვენ გავიარეთ იმ წლებში, რომელიც იყო ჩვენთვის უმძიმესიც და ამოდროულად თავისუფლებაც. და ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი. თავისუფლება უბრძოლველად არ მოდის და თავისთავად ყველა სახელმწიფოში მე არ ვიცი სახელმწიფო რომელსაც არ უბრძოლია და თავისუფლება ისე მეუღია. დაბრძანდით. მე მგონია რომ უნდა მოგაწოდოთ თქვენ წყალი, ხო? წყალს მიირთმევთ. წყალს მიირთმევ. მაგრამ იმას ყავას და ჩაის არა, უარსამო. ჩაი, მწვანე ჩაი საკმარისია დილით. მე მოგრმესი მადლობა. დავიწყოთ საუბარი. დავიწყოთ. 9 აპრილზე და ერთი სული მაქვს მოვისმინოთ თქვენგან პირადად ის ამბები, რომელიც თავად გადაგხვდათ. თქვენ ხართ ყველაზე ახლო ადამიანი ზვიად გამსახურდიასი. ამას პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ ხართ მეუღლე. და თქვენ 26 წელია ცხოვრობთ ზვიად გამსახურდიას გარეშე, თუმცა ზვიად გამსახურდიასთან ერთად. არ ვიცი, ალბათ ძალიან რთულია ეს პერიოდი, მაგრამ მოდით დავბრუნდეთ იქ, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი. ეროვნული მოძრაობა და ბრძოლა თავისუფლებისთვის. ხო, ბრძოლა თავისუფლებისთვის უპირველეს ყოვლისა მინდა გადმოგცეთ საჩუქრად ეს არის გამსახურდიათა გენეალოგია, რომელიც ძალიან საინტერესოა. მართალია დიდი გამსახურდიათა გვარის ისტორიისათვის. დიახ. იმა ფირცხალაშვილი, საინტერესო, ძალიან დიდი მადლობა ამ ეს არის საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოპოვებული და გამსახურდიების წინაპარი ყველაფერი ძალიან საინტერესოა, ვინც იყო და აქ არის ჭიდილი აზრთა, მაგრამ საარქივო მონაცემებით დავიწყოთ იქიდან, აი, როდესაც თქვენ იბრძოდით თავისუფლებისთვის ეროვნულ მოძრაობასთან ერთად, მივედით 9 აპრილამდე, დღეს არის 9 აპრილი. მოდით, აქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენ რო დავიწყოთ იმ პერიოდიდან, როდესაც მე გავიცანი ზვიადი და დავიწყეთ ეროვნულ მოძრაობასთან ჩავერთე და ყველაფერი ეს, მაშინ დაგჭირდება რამოდენიმე დღე დაგჭირდება. მოდით მივიდეთ 9 აპრილამდე
9 აპრილამდე მივიდეთ და როგორ დაიწყო 9 აპრილი. 9 აპრილი როგორ დაიწყო, რა შედეგებით დამთავრდა, ვინ იყო უშუალო მონაწილე, ვინ განაგებდა იმ საშინელ სადამშრალო ოპერაციას და ასე შემდეგ და შემდგომ უკვე როგორ ვითარდებოდა მოვლენები. პირველი რა გახსენდებათ 9 აპრილის, არა 9 აპრილისთან დაკავშირებით იმდენი საშინელება მახსენდება, მოდით დავიწყოთ აი ასე, რომ 9 აპრილის ტრაგედიამ შეძლო საერთოდ ქართველიერი, მაგრამ არა მხოლოდ ქართველიერი, არამედ სრულიად მსოფლიო. და თვით წარმოიდგინეთ თქვენ, რომ აი ეს ჯალათი, საბჭოთა ჯალათები, რომლებსაც საშინელი ოპერაციები ქონდა ჩატარებული და მათგან არაფერი არ უნდა გაკვირვებოდა არავის, მათთვისაც კი ეს იყო ახალი ეტაპი ადამიანებში თავისუფლების ჩაკვლისა და მათი განადგურების და ეს მოხდა ზუსტად და ეს განხორციელდა ზუსტად საქართველოსთან მიმართებაში. იმიტომ რომ მათ შიში ჰქონდათ, რომ თუ საქართველო ამ შემთხვევაში გაიმარჯვებდა და გამოვიდოდა და მიაღწევდა შედეგს და ის მიტინგი, რომელიც დაიწყო 4 აპრილს დილით 10 საათზე და გაგრძელდა სულ 5 დღე, მაგრამ ამ 5 დღემ დაარაზმა სრულიად საქართველოს მოსახლეობა. ეს იყო გრანდიოზული რამ, მსგავსი ამას ანალოგი არ ქონია საერთოდ. თავად უცხოეთი აღიარებდა ამას და მე მოგახსენებთ პიროვნებებს, ვინც უშუალოდ ჩართული იყო ამაში, მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებდა რა ხდებოდა საქართველოში. დაიწყო 4 აპრილს საკმაოდ ბევრი ხალხი იჯდა. მაშინ იყო უმაღლესი საბჭო, უზენაესი საბჭო არ იყო. მაშინ იყო უმაღლესი საბჭო. უმაღლესი საბჭოს საფეხურებზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე სავსე იყო ხალხი და უკვე დილით 10 საათისთვის რომ დანიშნული ჰქონდათ და ისეთი სიზუსტით იცავდნენ ყველაფერს, ზიადიც და მერაბიც, რომ გამორიცხული იყო, რომ რაღაც დარღვეულიყო. მიმდინარეობდა აქცია და შემდგომ ეს იგი ზვიადმა დატოვა ეს ხალხი და უნივერსიტეტისკენ გაეშურა, ვინაიდან უნივერსიტეტში უკვე სტუდენტები მზადყოფნაში იყვნენ, მათ უნდა დაეწყოთ შიმშილობის აქცია და თავისთავად ან იქ უნდა დარჩენილიყვნენ, ან უნდა გადმოენაცვლებინათ უმაღლესი საბჭოს ტერიტორიაზე. ზვიადი იქ შეყომდა და პარალელურად ამის მიტინგს ატარებდა მერაბ კოსტავა. უსთაველზე, უმაღლესი საბჭოს ტერიტორიაზე. და შემდგომ მოხდა ისე, რომ ესენი უკვე დაგეშილები იყვნენ, უშიშროება თავისთავად და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ როგორმე რაღაც ისე დეზინფორმაცია და დეზორგანიზაცია მოეხდინათ სიტუაციისა და მერაბის გამორჩა ეს ყველაფერი და უცებ რაღაც ტრანსპარანტი გაიელვა, ეს ტრანსპარანტი არის, ვითომ თვითონ აქცია, ვითომ ეძღვნება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ეს იგი აფხაზეთის ის უნდა თემის წამოწევა უნდა და ამ დროს პირიქით არის, ეს იგი რომელ აფხაზეთზეა საუბარი, აქ არის საუბარი მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობაზე. მერაბმა ვერ შენიშნა, ეს ძალიან ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ მარტო იყო და მარტო არ ყოფილა, მაგრამ ნუ იცით რაშია საქმე, უშიშროება იმდენად ჩასაფრებულია, საიდან რა შემოაგდებს, ამას სჭირდება ძალიან ისეთი მობილიზება ხალხისა და გამოუცდელებიც იყვნენ, რომელთათვისაც ეს მისაღებად ჩაითვალა, რადგან მერაბმა ამას დუმილით უპასუხა, მათ იფიქრეს, რომ ალბათ ეს უნდა დარჩეს. ნუ ზვიადი უნივერსიტეტიდან შემდგომ გაეშმართა იმისკენ, იმ დღეს ტარდებოდა ზუსტად დინამოს სტადიონზე მატჩი. და მატჩის დასრულების შემდეგ ზვიადმა მიმართა საზოგადოებას, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა, წამოსულიყო საქართველოს დასაცავად, დამოუკიდებლობის დასაცავად, შემოერთებოდა იმ მიტინგს. ეს სად მიმართა? სტადიონზე? უშუალო სტადიონზე. მისო ჩაოლებრივად ზვიადი როგორც დაინახეს, თუმცა სამარისებული სიჩუმე იყო და მაშინვე 40,000 კაცი
ესევე ადგა და წამოყვა. დაიძრნენ პირდაპირ რუსთაველის გამზირისკენ და რუსთაველის გამზირზე რომ მიდიან ესენი უკვე დაიძახიან საქართველოს გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს და გზაზე კიდე ებატება ამათ ხალხი და 100,000-ზე მეტი ადამიანი მოქალაქე უკვე შემოუერთდა იმ აქციას, იმ აქციას, რომელიც უკვე დაწყებული იყო, რამოდენიმე საათის დაწყებული იყო. ზიადმა შენიშნა რა ის აფხაზეთის ის ტრანსპარანტი, მაშინვე ჩამოაღებია, გაანადგურა და იმის ნაცვლად დარჩა ის ყველაფერი, რომ გაუმარჯოს დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოს და დანარჩენები ყველაფერი ესე იყო. ნუ იცით რა, ეხლა ეს არ იყო ისეთი მომენტი დაწყება, რომელიც ვიღაც ელოდები, რომ ვაიმე ეს მოვა, ის არ მოვა, ნეტა ხვალ როგორ ჩატარდება, ხვალ იქნება ამდენი ხალხი თუ დაგეგმილი აქცია არ იყო, როგორც პოლიტიკური პარტიები გეგმავენ. არა, ეს იყო იმდენად საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებული, რომ გამორიცხული იყო, რომ აქ ვინმეს, იქ იყვნენ ქართველებიც, არაქართველები, ძალიან ბევრი არაქართველი იყო, მთელი მოსახლეობა იყო საქართველოს, მთელი მოსახლეობის მობილიზება მოხდა 4-ში და 4-ის რიცხვიდან უკვე რომ იწყება ეს ყველაფერი, წარმოიდგინეთ, რომ ფაქტობრივად უკვე 5 რიცხვში საგაფიცო 17 საგაფიცო კომიტეტი იქმნება. უნივერსიტეტში სტუდენტები უკვე შიმშილობენ და სხვა ინსტიტუტი, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და სხვაგან ყველგან სტუდენტების შიმშილობის აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ არ გადმოდიან რუსთაველის პროსპექტზე და ამის გარდა ეს იგი ხდება ის, რომ როდესაც ეს 17 ის იყო, რა ქვიან ეს კომიტეტი, საგაფიცო კომიტეტები იყო, ამის გარდა იყო ეს იგი შტაბები შექმნილი, საგაფიცო შტაბები იყო შექმნილი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ სიტუაციას მთელი ქალაქის მასშტაბით. ზიადი და მერაბი თავისუფლად მოძრაობდნენ, იმიტომ რომ უკვე იმედიანად იყვნენ, ხალხმა გაიგო რა ხდება, როგორ რისთვის არის ეს ყველაფერი, იციან რომ მათთვის კეთდება და არა პირადად ორი ადამიანისთვის. და ესენი დადიოდნენ ფაბრიკა-ქარხნებში, სასწავლო დაწესებულებებში ყველგან და მოუწოდებდნენ ყველას გაფიცვებისაკენ და უხსნიდნენ სიტუაციურად რისთვის კეთდება. ისე რომ აი ბრმად რომ წამოყოლოდნენ, ესენი არ შეიძლებოდა იმის გამო რომ მიუღებლად ჩათვლიდა თავად ზვიადი პიროვნულად არ იყო ასეთი და არც მერაბი. თუ ადამიანს არ უხსნის შენ რა არის რა, რისთვის გინდა რატომ აკეთებ ამას, მაშინ აქ უკვე გაუგებრობაა და მოყვება ისე ცხრის ფარასავით, ესეთ რაღაცას ადგილი არ ქონია. ტარდება ეს ყველაფერი ისე როგორც საჭიროა, მაგრამ კიდევ უფრო გაუმძაფრდა იმ კოლექტივს, რომელშიც სადაც შედიოდა ყველა ფაბრიკა-ქარხნები, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შატვით, აზოტის ქარხნის შატვით, ყველა მოიარეს აბსოლუტურად 31 ქარხანა და ასე შემდეგ. თბილისში არ დაუტოვებია და არ თბილისის გარეთ ახლო მდებარე ტერიტორიაზე და მერაბმა და ზვიადმა მოახერხეს ის, რომ მოიცვა მთელი საქართველო. შემდეგ უკვე შემოდიოდნენ საქართველოს ყველა კუთხიდან. როგორც კი გახმოვარდა ეს ყველაფერი, უერთდება, ჩამოდიოდნენ რეგიონებიდან, ტრანსპარანტები თვითონ ჰქონდათ უკვე ეს ყველაფერი მომზადებული, ფოტოები, ყველაფერი და მოდიოდნენ ერთი შეძახილები და იქ ეწერა რომელი რაიონებიდანაც იყო, ყველას ჰქონდა თავისი წარწერა და დიდი ანუ ეს იყო ნამდვილი განცდა, ნამდვილი მუხტი, ნამდვილი მდგომარეობა ხალხის თავისუფლება, მათი სურვილი და ინტერესის დამოუკიდებლობის ეხლა საიდანღაც იქიდან სოფლიდან რო ჩამოხვალ და იქიდან თან უკვე იცი რა უნდა ჩამოხვიდე, ხელცარიელი არავინ არ ჩამოსულა, ყველას ტრანსპარანტები მოქონდა და ყველა წინ მოდიოდა, ეს იგი ქუთაისი რამდენ რაიონსაც მოიცავდა, იმდენი რაიონი ცალკე მოდიოდა, სამტედია რამდენ სოფელსაც მოიცავდა, იმათ ყველას ცალკე ჰქონდა. ეს მოდიოდა აი ასე, ისე რომ რასაკვირველია, ფაქტობრივად მოხდა ისე რომ მთელი რუსთაველის პროსპექტი გადავსებული იყო.
აი საიდან სადამდე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ რადიოფიცირებული იყო და სხვაგვარად არ შეიძლებოდა. მაგრამ უკვე 5 რიცხვიდან დაიწყო შფოთი და ასაშინელი ალიაქოთი დაიწყო. პატიაშვილი იყო ცეკას მდივანი, გუმბარიძე იყო უშიშროების თავმჯდომარე, კგბ-ს თავმჯდომარე იყო საქართველოში და ეს ორი ადამიანი მოსვენებას არ აძლევდა რუსეთს და სთხოვდა მათ რომ რუსის ჯარი მოეშველებინათ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით იმისათვის რომ აი ეს ყველაფერი ჩაეხშოთ სისხლში. რუსეთით მათ არ დააყოვნა, იმიტომ რომ ეხლა რა ხდება, იცით, პარალელურად ამისა, მე მინდა მოგახსენოთ რომ რუსეთში ეს ის პერიოდია, როდესაც გორბაჩოვი თავისი მეუღლით და შევარდნაძესთან ერთად არიან ინგლისში. გებულობენ იქ, რომ საქართველოში ეს დაიწყო. შევარდნაძე მოხსნეს იქედან, ინგლისიდან და მოფრინდა პირდაპირ საქართველოში. ვინაიდან მას ჩააბარეს ეს საქართველო და როგორც უნდა წარმართოს, როგორ უნდა დაარბიეს და რა ღონისძიებების უნდა გატარდეს, იმან უკვე ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ისედაც არ ეშლებოდა, ისეთი ფაშისტი იყო, რომ არავისი დარიგება არ ჭირდებოდა და არც არავისი იქ რა ვიცი, სწავლა, განათლების მიღება მაგ საკითხში ნამდვილად ეგ შეუდარებელი იყო ამ კუთხით. იმიტომ რომ მას თავად სამშობლო არ სწამდა, არ ქონდა სამშობლო და უსამშობლო ადამიანი ყველაზე მძიმეა და ყველაზე რთულია. მან ხო თქვა რომ მე იქნები ყველაზე უკანასკნელიო, რომელიც რუსიო, არა ქართველი, არამედ რუსიო, რომელიც საბჭოთა კავშირის თუ დაიშლებაო, მე რომ დავტოვებო და არც დავტოვებო, არ უნდა, ნუ რასაკვირველია, საბჭოთა იყო და საბჭოთა დარჩა ბოლომდე. ხა მე სულ არ ვცდილობ, ხა შევარდნაძეს გავაგზავნო საუბარი, მაგრამ აქ თანდათან ჩართვები იქნება, იმიტომ რომ უშუალოდ ეგ მონაწილეობდა ბევრი იმაში, ასე რომ წამყვანი ფიგურა ეგ იყო. მართალია პატიაშვილი და გუმბარიძეც მოსვენებას არ აძლევდა რუსეთს და მე ეხლა დაგიფიქსირებთ, რა ძალები იქნა შემოყვანილი საქართველოში. ასე იგი საქართველო იყო განწირული. აბსოლუტურად ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ძერჟინსკის სახელობის დივიზია, თქვენ ალბათ გაგიგიათ, სმენიათ, წაგიკითხავთ, რომ რა საშინელი სისასტიკით გამოირჩეოდა. ერთი ეს. შემდეგ იყო ესე იგი 104 დივიზიის, საჰაერო სადესანტო დივიზიის 355 ავღანური პოლკი. ბატონმა ზვიადმა თუ იცოდა? არა, რაიმე მე ტიპის ინფორმაცია. ახლა მოგახსენეთ, მე აქამდე მივალ, ჩამონათვალი გავაკეთოთ და მე მივალ რა იცოდა და რა არ იცოდა. და ამას რა უძღოდა წინ და როგორ შემდგომ როგორ წარიმართა ეს ყველაფერი. და გარდა ამისა, ამ ეს იგი პატიაშვილი და გუმბარიძე არაფრს დიდებით არ ჩერდებოდნენ და კიდევ ურეკავდნენ რუსეთს, რომ კიდევ მოგვაშველეთ ჯარი, აღარ ჩერდებიან ესენი და ნუ ამდენი ჯარი რისთვის გინდა, ნუ გასაგებია, მაგრამ რუსეთი თავისთავად მოსურნია, რომ თუ ერთი რესპუბლიკაც გავა უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და ეს არ იქნება ჩახშობილი, მაშინ დავთასრულებულია იქ უკვე ყველაფერი, საბჭოთა კავშირი უნდა დაიშალოს. და მათთვის ეს იყო სიკვდილის ტოლფასი. ამიტომ თუ კი რამ ძალები იყო, ეს იყო ცოცხალი ძალა თუ ტექნიკა, ყველაფერი იყო მობილიზებული, აეროპორტი, თბილისის აეროპორტი იყო გასამხედროებული. არავის არ აკარებდნენ, იქ არავის არ უშვებდნენ, არავის არც გადაღების უფლება, ნუ უშიშროება თავისთავად იღებდა და მე ვიცი ეს ზვიადისგან, რომ ყველაფერი გადაღებული არის, თუ კი რამ ხდებოდა. აი ერთი წამი არ არის გამოტოვებული, როდესაც დააპატიმრეს ზვიადი, შემდგომ ამისა მას ყველა დეტალი გაატარეს, აბსოლუტურად აჩვენეს, რომ აი ამ დროს შენ რატომ მოუწოდებ, ამ დროს შენ ამ დროს, აი ეს ყველაფერი წუთი-წუთზე და აი ეს თავისთავად უკვე ფიქსირდება, რომ ვინ არის შემოსული, ვინ გარბევს, ვინ რას გაგიკეთებს და ეს უკვე როდესაც პატიმრობის პერიოდში არის და მისი დაკითხვა მიმდინარეობს ყოველ დღე
40 დღის განმავლობაში. ანუ ამ ყველაფრის უკან იდგა შევარდნაძე და ეს წინ იდგა, ამ ყველაფრის წინ იდგა მაგრამ არა, ეხლა რა ხდება? არა, ისე მოქმედებდა, რომ იმიტომ რომ საქართველო იყო. ეს სასომხეთი რო ყოფილიყო, მაშინ იქ მიქოიანი ყავდა და მიქოიანს გაუშვებდნენ. აქ ყველაფერი გათვლილი იყო, ისე არ იყო. ყველაფერი გათვალეს ისე რომ მithom საქართველოში ეს ჩამოდის, მაგრამ ეს იციან რომ ამისი საშინელი ბუნება რომ კარიერის გულისთვის ყველაფერს გააკეთებს და ყველაფერზე წავა და იცის რომ ესე იგი გამოიყენებს ყველაფერს რომ მათ თვალში იყოს ის რაც მოეთხოვება ჯალათს და მე მოგახსენებთ ახლა გვარებს ვინ ესწრებოდა საქართველოს წარმომადგენლები ვინ იყვნენ იმ ბიუროს ხნომაზე ეს იყო პატიაშვილი მე ჯერ სამხედრო პირებიდან ვიტყვი ეს იყო იმ დროს საქართველოს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელი იყო როდიონოვი ესწრებოდა ბიუროს ხდომას მოდივად შემდეგ ზურაბ ჩხეიძე მახარაშვილი ჭითანავა ჭითანავა შემდეგ არის ვიქტორია სირაძე, ნუგზარ ფოფხაძე, მეტონიძეს ვიღაც მუშა ხო უნდა ყოლოდა აუცილებლად ცეკაში ერთი მუშა უნდა ყოლოდა და ყოფილი მუშა იყო ეს და ცეკაში შეიყვანეს ეს მეტონიძე აქ იყო ასევე ნუგზარ ფოფხაძე მე მგონი ვთქვი თუ არა ნუგზარ ფოფხაძე შემდგომ იყო ეხლა ვერ გავიხსენებ კი სიტყვითაც გამოდიან კადრებიც არსებობს მე მაგას ნახე ისინი სიტყვითაც გამოდიან შემდეგ მეორე დღეს დარბევის მეორე დღეს და თავის პოზიციებს არც მალავენ პრინციპში ხო მგელაძე მეტონიძე აი ახლა შევარდნაძე გუმბარიძე ვარძელაშვილი მახარაშვილი მგელაძე მეტონიძე ნიკოლსკი როდიონოვი ჩხეიძე ჭითანავა ჩერქეზია საჯაია სირაძე გორგოძე, შარაშენიძე, ვიქტორ შარაშენიძე და ნუგზარ ფოფხაძე. ეს გამოქვეყნდა საქართველოს გაზეთი თავისუფალი საქართველო ნომერი 8, ეს არის 1190 წელი 6 მე-12 თვე, გვერდი მე-6. ესე იგი, აქ ჩვენ ინტერესში ხომ შედის რომ მოსახლეობამ ვინც საქმის კურსში არ არის და მათ გონიათ რომ აი ეს კარგი კაცი იყო, ის ცუდი კაცი იყო. ესენი სულ ყველა იყვნენ საქართველოს მოსისხლე მტერები. 6 ან 7 რიცხვია და მინისტრთა კაბინეტი იყო მარცხენა მხარის, მინისტრთა საბჭო იყო. იმ შენობაში საერთოდ მინისტრთა საბჭო იყო და ის კანცელარია იქით როგორც არის ცეკა ის იყო. გურიას რო ეძახდნენ. ხო. ეხლა სადაც კანცელარიას რო ეძახდნენ. და ის იყო მინისტრთა საბჭო. და უცებ გამოვიდა გვენცაძე და ზვიადს დაუძახა და ზვიად მეც შემიყვანეს და მერაბიც შემოიყვანეს და უცებ ჩვენ წინ დადგა ერთი კაცი ჩემთვის უცნობი იყო სახეზე მე მას არ ვცნობდი ეს იყო ვიქტორ შარაშენიძე იუსტიციის მინისტრი და მან უთხრა რომ ეხლავე დაშალეო იცოდე და 7 რიცხვია ჯერ 6-7 რიცხვი უბრალოდ და ეხლავე დაშალე ეს ხალხი თორე შენი აგაფეთქებთ შენი ოჯახიანაო როგორია აჰა რა ქართველი იმან მერე თავი მოიკლა ოღონდ ეს პუჩის პერე მოხდა რაზე მოიკლა თავი არ ვიცი ნამდვილად იმის გამო არ მოუკლავს თავი რომ მაშინ რაღაც მოქალაქეობრივმა იმან გაიღვიძა არა ეს ანუ დაემუქრა ზოგადად პირდაპირ ჩვენი განადგურები დაგვემუქრა პირდაპირ ზიადმა უპასუხა თუ გორბაჩოვს ესას გადაწყვეტილი, მაშინ ეგ მსოფლიოში საკუთარ თავს, მსოფლიოს წინაშე საკუთარ თავს აიფეთქებსო. და მე თქვენთან საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებო და გამოვიდა გარეთ. ჩემი ყურით რაც მაქვს მოსმენილი, მე იმას არასოდეს არ გადავთვალ. არც კი უფიქრია ზვიად გამსახურდიას, რომ ეს მიეტანა რაღაცა შიშა დაღეკვა, ხო? ხო, როგორ გეკადება ისი შიში, რა შიში? ზვიადი რომ გამოსულიყო გარეთ და შეგეშინდათ ეს რომ მოისმინეთ იმ მომენტში. ანუ არა, რატომ უნდა
შეშინებოდა. ეხლა ფაშისტი რას გეტყვის, მკვლელი ჯალათი რას გეტყვის, რატომ უნდა შეგეშინდეს რა? შენ ადამიანი არ ხარ და ის ადამიანია და იმას ბრძანების უფლება აქვს ჩემზე და იმას ჩემი განადგურების უფლება აქვს. არავის არ მიუნიჭებია. ეს არის ველური ჯალათების, არანორმალურების, მე ასე ვახასიათებ, როგორც ექიმი, ასე ვახასიათებ, რომ თუ თავისუფლებაა, იყოს თავისუფლება და მით უმეტეს კონსტიტუციას თუ ამოიღებ, საბჭოთა კონსტიტუციას, სადაც მშვენივრად წერია, რომ ყველა ნებისმიერ სახელმწიფოს 15 სახელმწიფო იყო, ხო? და ნებისმიერ სახელმწიფოს თავისუფალი გასვლის უფლება აქვს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. კარგი კონსტიტუცია ჰქონდათ, მათ უბრალოდ არ სრულდებოდა ეს კონსტიტუცია. რა საკვირველია, ეს იყო ქაღალდზე, ფარატინა ქაღალდზე დაწერილი, მაგრამ შესრულებით როგორ შესრულდა, აგერ 9 აპრილმა ყველაფერი გამოავლინა და მას შემდგომ უკვე ყველაფერი და მანამდე რა სრულდებოდა, არაფერი, უბრალოდ ეს კონსტიტუცია თავისთავად იდო უცხოელებთან ასე ცივი ომი ქონდა თუ ცხელი ომი ქონდა მე ამას ეხლა ამის მიმოხილვას არ დავიწყებ არა ვერც არ დავიწყებ მაგრამ მე მინდა რომ ახლა უკვე შეკითხვებზე წავიდე ხო აი შუა ადგილში ცენტრში ვიდექით და ამ დროს ხდება აი ესეთი რამ იცით რომ მე უკანა მხარის არა შუა ადგილზე ვარ სადღაც და მიმოფანტულები ვარ ძალიან ბევრი ვარ და ისეთი ჭედვა არის საშინელი მაგრამ აი რა მანამდე არ მინდა რომ ის გამოვტოვო ესე იგი 9-ში 9 არა 8 რიცხვია საღამო ხანს მე რაბკოსტავამ გადაწყვიტა რომ იქ მამაკაცები ძალიან ბევრნი იყვნენ და გადაწყვიტეს რომ წასულიყვნენ ორთაჭალის ციხესში და სოლიდარობა გამოეცხადებინათ პატიმრებისთვის და ერთი შეძახილები და ყველაფერი და იქიდან დაბრუნდნენ სადღაც 2 საათში და ქალები დაახლოებით 1-3000 ქალი იყო, რომლებიც მოვიდნენ ჩემთან და პირდაპირ მითხრეს, რომ მანნა თუ შეიძლება რომ ჩვენ წავიდეთ საპატრიარქოში. მე ვთქვი წავიდეთ. არა, იცით რატომ? ჩვენი ოჯახის წევრები აქ არიან. ჩვენი მეგობრები აქ არიან, მამაკაცები თუ ქალები ყველა და პატრიარქი ვინაიდან იცნობს და კარგი ურთიერთობა აქვს პატიაშვილთან ის არ დაიხევს უკან და ნამდვილად გულწრფელად გვეტყვის აპირებენ თუ არა დარბევას. ეს არის უკვე 8 ღამე და რამოდენიმე საათში უკვე იწყება ჩვენი დარბევა. და დავიძალით სასწრაფოდ, მაგრამ საპატრიარქო მაშინ იქ კი არ იყო, ეხლა სადაც არის საპატრიარქო იყო, სადაც სიონის ტაძარია გვერდით. ის პატარა ისე. ნუ გაისო მთელი ქუჩა, ტაძრის ტერიტორია კი არა, მიმდებარე ტერიტორია, მთლიანად გადაისო ხალხით და ქალბატონები არიან სულ. ერთი მამაკაციც არ იყო, ყველა ქალები იყვნენ სანთლებით ხელში და ჩვენ რამოდენიმე 1-5 შევედით და მიგიღო გამოვიდა პატრიარქი და მე მიმართე ისინი ჩემგან ელოდნენ ვინაიდან ხელმძღვანელი აქციის ზვიადი და მერაბი იყვნენ აქედან გამომდინარე ჩათვალეს საჭიროდ რომ მე უნდა ამეღო საკუთარ თავზე ეს შეკითხვა და მე მიმართე პატრიარქს რომ თუ შეიძლება გვიპასუხეთ ვინაიდან თქვენ ვიცით რომ თქვენ ახლო ურთიერთობა გაქვთ პატიაშვილთან და მით უმეტეს შევარდაძეც ჩამოსულია თქვენ შეგიძლიათ გვიპასუხოთ ესე იგი გაწირავს საქართველოს თავის მოსახლეობას თქვენ დათანხმდებით ამას თუ არა და პატრიარქს შემთთვის ამას შეკითხვაზე არ უპასუხია ხმა არ მოუღია ჩვენ ისე სალმით შევხვდი რასაკვირველია და დავემშვიდობე მაგრამ მას სიტყვა არ დაუძრავს არა ჩემთან არანაირი არა ეხა უყურეთ რა ხდება იქ 4 შემოსილი იყო შავი ბერი იყო თუ თეთრი ბერი იყო მე არ ვიცი მაგრამ ნამდვილი ჩეკისტები რო იყვნენ მე ეხლავე მოგახსენებთ იმიტომ რომ ისინი მეუბნებიან რომ აჰა თქვენ ის თავისუფლებაც გინდათ და სიკვდილი აღარ გინდათ
მათი პასუხი დიახ, აი მათი პასუხი იყო და ეს საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, ცნობილი არის იმ ხალხისთვის, ვინც მე მაყდა. თქვით თქვენ ეს მე არასოდეს არ მქონია გამოსვლის უფლება, მაგრამ მე მქონდა სადაც კი 9 აპრილთან დაკავშირებით ოპერაში მოვაწყვეთ ჩვენ ცნობა იქ განმაცხადეს და მან იცით და მე უთხარი, სოციალურ ჩვენ სასულიერო პირის არ გავხართ მე თქვენი რაღაც ისე მეტყველებთ რომ ასე მგონია ან უშიშროებიდან უნდა იყოთ ან კიდე პროკურატურიდან მეთქი სხვანაირად არ შეიძლება და ის ერთი ძალიან აქტიური იყო და ერთი მაინტერესებს ახლა იცით ის სახე მახსოვს მაგრამ ახლა ის ცოცხალია არ არის თუ არა საპატრიარქოში ხო აი ძალიან მაინტერესებს იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ისეთი იცით როგორი რომ ნიშნის მოგებით ნათქვამი რომ შენ ესეც გინდა და ის აღარ გინდა ეს მიიღებ იმას აი ესე ნუ რასაკვირველია ჩვენ წამოვედით ესე მაგრამ მე აბსოლუტურად გარეთ ქალბატონები უამრავი ხალხია 3000 ნამდვილად იყო დათვლილი იყო ეს ყველაფერი და როდესაც გამოვედი მე არ მქონდა უფლება რომ სიმართლე არ მეთქვა რომ პატრიარქმა ერთი სიტყვა არ შემოგწირა და ვინც ყავდა იქ წარმომადგენელი იმან მეუთხარი უშიშროებით რატომ არ თქვა არაფერი მაშინ იმიტომ რომ არ უნდა ეთქვა მაგრამ ყოველთვის ასე იცოდა რა იცოდა არა მე რა რომ მიმართა რამდენიმე საათში კი არა პატრიარქს მიაკითხა მანქანამ ეს ყველაფერი ზეპირად ვიცი მე უკვე აქ ვერავინ თვითონ რომ დამიპირისპირდეს მე მაინც არ შევიკავებ თავს იმიტომ რომ არ მაქვს სიმართლეს თუ არ ვემსახურები მაშინ რას ვემსახურები სიცრუეს მე არ ვარ ის ადამიანი მე აი დღეს აღდგომა ესე ნუ რადაც არ უნდა იყოს მე სიმართლის მსახური ვიყავი და არ დავიქნები ყოველთვის და არ მიპასუხა რატომ მიპასუხებდა ეხლა საკუთარ თავს გაწირავ და იმდენ ხალხს გადაარჩენდა დღესო გამოდის და აღარ შეუდგები ეხლა მასე ლაპარაკს სულ არ მაინტერესებს მისი პასუხი ეს იყო და თქვენ მე გიპასუხებთ იმ შეკითხვაზე რაც მითხარით რომ იქ რომ მოვიდა იქ მიაკითხა მანქანამ რამოდენიმე მანქანა მიაკითხა ის უშიშროების მანქანები იყო და წამოიყვანეს და მაშინ ჯერ ზვიაც და მერაბს მიმართა რომ იქნებ დაშალოთო და ზვიადმოუთა რომ თქვენ თუ დარჩებითო აქო თქვენ თუ ჩვენთან ერთად იდგებითო იცოდეთ არაფერი არ მოხდებაო ვინ უთხრა ეს ზვიადმა პატრიარქს მიმართა ჯერ ცალკე შეხვედრა ჰქონდათ ამაზე რა პასუხი ჰქონდა არაფერი გამოვიდა სასწრაფოდ გამოერიდა გამოვიდა გარეთ უკვე შემოუერთდა იმ ტრიბუნაზე რო დგას და რო ჩურჩულებს იქ ამბობს რომ ხალხნო თქვენი მყოფებით დიდი საფრთხის ქვეშ და ჯობია რომ ეხლა მშვიდობიანად გავეშუროთ და ტაძრებისკენ ვილოცოთ იქ და ხომ გახსოვს მისი ტექსტი მიმართვა კი მე ზეპირად მახსოვს ეგ ტექსტი მისი რა დიდი დასაზეპირებელი იქ იყო ხო სამი წინადადება თქვა მეტი არაფერი და მაშინ ჩასვეს მანქანაში გასული არ იყო რომ წამოვიდა უკვე იქედან ბეტერების კოლონა წამოვიდა და იმის უკან მოდიოდა რაღაცა საშინელი ჯუჯები იყვნენ თქვენ უნდა გენახათ ეს იყო მე მგონი რაღაც სპეცშეკვეთის რაღაც აი ექიმი ვარ და აი ამ შეფასებას ვაგებ ყველა ერთი სიმაღლის ყველა ერთი გარეგნობის აი ფოტოსურათები რო გადაგეღო ვერ გაარჩევდი რომელი იყო და სხვათა შორის არტოვებდნენ ისინი როგორც ასეთი მამაკაცის შთაბეჭდილებას არტოვებდნენ ყველა ესე იგი უწვერო არაბითარი ნასახი თმის ნასახი არ გააჩნდათ ეხა მე იქ კი არ უკვირდებოდი უკვე მე უკვირდებოდი ჩვენთან რომ მოვიდნენ და ამას მე გავაგრძელებ მე იმიტომ რომ იქ ამას ვერ გააჩერდი მაგრამ კი რომ მოდიოდნენ არა ესენი თქვენთან სად მოვიდნენ კოშკში მე მოგახსენებთ ამას და იქ ალესილი ნიჩბებით რომ დაიწო და მე უცებ რომ გავარდა საშინელი ხმა რომ მოდიანო და ამ დროს არაჩვეულებრივი ბიჭი იყო ქვასროლიაშვილი და ის წრე ხო გახსოვთ როგორც ცეკვავს კახეთიდან იყო ზღაპრული ადამიანი შესანიშნავი სვერპლი ერთ-ერთი კი არა დაკეპეს დაჩეხეს და ნუ აი სიხარულით რო შეეგება სიკვდილს აი ესეთი ადამიანი იყო სამშობლოს სიყვარულით შეეგება სიკვდილს
და თავის წამოვიდნენ მერე და ისვრიან ჰაერში და იცით ის როგორ არის ეს იგი სხვადასხვა სახის ისენი იყო რა ქვია გამონაბოლქვები იყო კვამლი და იყო საერთაშორისო აი საპნის მუშტებივით საპნის მუშტები სკდებოდა მერე ეს იყო რაღაც საშინელი მომწაბლავი ნივთიერება რომელიც და ამ დროს ატყდა ერთი ჩოჩქოლი ყვირილი და აუზაური აბაჩქარა ეხლა პირველ რიგში ჩქარა მოშიმშილეები და ისინი რა ქვიან იქ იყვნენ თქვენ მოწეული ყავდათ ეს მომღერლები უსინათლოები თქვენ მოწეული ყავდათ თქვენთან და უსინათლოები იყვნენ დიახ ის 4 ქალბატონი იქ იყო ისინი გამოიყვანეს სასწრაფოდ რასაც ახერხებდნენ როგორც მოახერხეს პირველ რიგში მოშიმშილეებით დაიწყო ვინ ვის როგორ და ეს იგი სად რას მოიქნებდნენ და ვის როგორ და ამიტომ ვამბობ რომ იქ 21 არ არის ნამდვილად გარდაცვლილი და ამისი მაგალითი არის ის რომ და ის ღამე ხომ საშინელება იყო ესე იგი არ გაგრძბოდა ხალხი იცით არ გარბოდა ერთმანეს აი ეხმარებოდნენ ერთმანეს როგორმე გამოიყვანონ როგორმე რაღაც ხელი მოკიდონ მე ზვიაც იქ ვერ შევხვდი ვერც მერავს ვერ შევხვდი იმიტომ რომ ისინი დარბოდნენ აქეთ იქით როგორც ჩანს მეც რაღაც მოვახერხე ვითომ მაგრამ მე რას შევძლებდი ეხლა რომ ვინ გამოიყვანა მაგრამ თავისთავად ისეთი გარემოცვა იყო და ამდენი ხალხის გამოყვანა წარმოიდგინეთ რომ მთელი პროსპექტი არის სავსე ხალხით გადაჭედილია და ისინი მოდიან და უფრო აქტიურდებიან ამაში, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი დაიხოცება, მათთვის უკეთესია და აი ამის ნათელ მაგალითს მე გეუბნებით, რომ დილას გამთენიას სანამ ჩვენ ჯერ ღამე იყო, როდესაც უკვე დარბევა მოხდა, ეს ძალიან ძლიერი დარბევა მოხდა, მერე უკვე ხალხი აირია ერთმანეთში, ვეძებთ ერთმანეთს ვინ გადარჩა, ვინ არა და აკადემიისკენ მიმავალი გზა რომ არის, იქ იყო გამზადებული სულ სასწრაფო დახმარების მანქანები იყო და ამ დროს იმ სასწრაფო დახმარების მანქანაში ერთი ადამიანი არ იყო მოთავსებული და მოსახლეობა იყო გამოსული ჩაიდნებით თბილი წყლით, სპირტით, იოდით, ყველაფრით, რომ როგორმე ესე იგი ვინც ზედაპირ ისე იყო ზერელით მაინც დაჭრილი და დაშავებული იმათთვის დახმარება აღმოეჩინათ და მე რას ზვიადის შევხვდი დაახლოებით 7 საათი იყო, არა, ჯერ მერაბს შევხვდი ზუსტად იმას ასულში, იმიტომ რომ ზევითაც რო გაისტუმრეს ხალხი იმაზე დავითაშვილის ქუჩაზე, დავითაშვილის ქუჩისკენაც გადაწყვეტნეს ხალხი, ნუ რაღაც საშინელება ხდებოდა და მერაბის ნახე და მერაბი მეკითხება ზვიადი სად არის? ნუ ზვიადი არ ვიცით სად არის, მაგრამ ვეძებთ. მე ვნახე ზვიადი და ფეხშიშველია, წინდები უკვე შემოხეული აქვს ფესაცმელებით, იმიტომ რომ ამ სირბილში ხალხის გამოყვანაში და მეორე დღეს ეს იგი 5-დან 6 საათამდე და სანამ ირიჟრაჟებდა. აი ამას კატეგორიულად ვაფიქსირებ, რომ იქ მიიყვანეს მწვანე უაზები რომ არის, ხომ იცით რა, გინახავთ ის მწვანე უაზები და ის მწვანე უაზები გადაავსეს, ერთი კი არა, რამდენი ვერ გეტყვით. გვამებით და ცელოფანებში დებდნენ და ესევე აწყობდნენ ცელოფანებში, იმიტომ რომ ეხლა ეს დღეს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვინც იქ მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ისინი აფიქსირებდნენ ყოველივე ამას და ეს ყველაფერი გაიხსნა და ეს და დილით უკვე მიადგა ამას ეს დაკეტილი იყო ტერიტორია და რამოდენიმე 100 დაახლოებით სატვირთო მანქანა აიღეს სულ ნივთებით, ეს საბნები, ლეიბები და ის სხვა არის, მაგრამ ჩანთები, მაგრამ საგულისხმოა და აღსანიშნავია ერთი რამ ფაქტი, რომ წარმოიდგინეთ თქვენ, აი ამდენი რაღაც აკრიფეს იქედან უშიშროების ხალხი იყო სულ და მილიცია იყო სანდო ხალხი, მათთვის სანდო ხალხი ეხება და არა ჩვენი. და ისინი ყველაფერს ამას ალაგებენ და ახარისხებენ. აი ამხელად რკინის ნაჭერი არ უპოვიათ. ეს იყო იმდენად მშვიდობიანი, რომ ყოველგვარი ძალადობა, ყოველგვარი იარაღი აქ გამორიცხული იყო. და სწორედ აი ამის შემდეგ იფიქრეს მათ, რომ საქართველო
არის იდეურად ისეთი ძლიერი და ისეთი ხალხია, რომ მათი მორევა იარაღის გარეშე, ესე იგი, უნდა დავიწყოთ ჩვენ შეიარაღება და ამის მერე იყო, რომ ყალიბდება უკვე ის, რაც ყალიბდება, მხედრიონები და რაღაცები. გადის 2 წელი. მე არ მინდა რომ დრო არ გვეყოს. შეიძლება რომ აი გადმოვждე ცოტა ახლოს თქვენთან. კი ბატონო. უფრო ახლოს მინდა რაღაცა. ვფიქრობ, რომ ესე უფრო კარგად ვისაუბრებ. აი 2 წელი გავიდა და მივედი. ზვიადი ხო დააპატიმრეს. ზვიადი დააპატიმრეს დილით დაგვადგენ სახში. დაგვადგენ სახში ყვითელი იკარუსებით და ასევე მილიციის სამმართველოს ხალხი, ლავრენტაშვილები, ყვარელაშვილები, თუ კი ვინმე იყო, არსებობდა. უკვე რეპრესიები დაიწყო. რეპრესიები დაიწყო, როგორ მერაბი აიყვანეს საბურთალოზე წაუყვანია ამ ხანას თავისთან სახში და ზვიადი და მე უკვე ერთად უნივერსიტეტთან ვიყავით და დავთქვით აი ასე. ჯერ ფილარმონიასთან რამდენიც მოხერხდა ის გადარჩენილი ხალხი შევიკრიბე და დაიგეგმა რომ მეორე დღეს 10 საათისთვის დავიწყებდით საპროტესტო აქციას, გავაგრძელებდით, იმიტომ რომ რაც მოხდა იმის გამო. და ამის შემდეგ დავთქვით ასე რომ უნივერსიტეტთან ასევე იდგა ხალხი და იმათაც გადასცა ზვიადმა და მიმართა სიტყვით რომ ხვალ დილით, ნუ ხვალ კი არა, დილით შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს ასე და ჩვენ ვარაზის ხევით ასე ფეხით ავედით. ზვიადი ფეხშველი ემოდის, ასაკვირველია და არ გვაცადეს სახლში მისვლა, მივედით თუ არა დაახლოებით, ნუ რაღაც 40 წუთია წადიყო გასული, მოყვებიან უკან ვიცი ხო ვატყობ, ახლა მოყვებიან და დაგვაფიქსირეს ეს ყველაფერი, რომ შევედით სახლში და რომ შემოგვივარდნენ, მაგრამ გარეთ დააყენეს ყვითელი იკარუსები. ამ ყვითელ იკარუსებში ისხდნენ აი ის საშინელი ჯოჯოები. ვინც თქვით ხო, აი უცნაური გარეგნობის და მკვლელები და თქვენ რა გონიათ, ყველა შემოждდა კონგურებზე, კოლხური კოშკის კონგურებზე არიან შემომსხდარები, ვითომ მათი ის არის ეს სამფლობელოა და ხელში უკავიათ ავტომატები, აი ესე პირდაპირ მომარჯვებული. ესე რომ ფანჯარასთან რომ მიხვიდე შეიძლება გესროლო. მაგრამ მე მაინც მიდიოდი ფანჯარასთან. მაგრამ მოხდა რა? ესე იგი შემოგვივარდნენ, პირველი სართულის კარები დაანგრიეს, ეზოში მიმოფანტული იყო ეს სამეურნეო იარაღი, ეს ბარი, ფოცხი რაღაცები და დაანგრიეს კარგად ისენი და ზვიადმა უთხრა, კი, მაგრამ სახლს მაინც ნოანგრევთო. მე არსად არ ვიმალები, მოვდივარ, მაგრამ ისეთი შეურაცხყოფებით, ისეთი საშინელებით წაიყვანეს, რომ აი გამეორებაც არ მინდა. აი პირდაპირ, აი მანქანაში კი არ ჩატენეს, აი სუცემით, შეურაცხყოფით მაპატიეთ და ადუჟებდნენ კიდეც ზვიადს. აი ესე საშინელ მდგომარეობაში და ეხლა მე წარმომიდგენია, იქ 93-ში რა ხდებოდა. სად? როდესაც კლავდნენ ზვიად გამსახურდიას, აი აქ რო ასე გამეტებით თავის სახლთან იქვე, სადაც აი ცოტეც და გიორგიც გარეთ არიან გასულები და მისდევენ მამამის, მაგრამ ვინ აჩვენებს იქვე მანქანებით დგას და აი ესე ურტყავენ და არის ერთი უბედურება და როდესაც მიიყვანეს მაშინ ორთაჭალის ციხეში 93 წელს ეს არ იყო მკვლელობა, სადაც მოვიდნენ ჩუმად ესროლეს და წავიდნენ. ანუ იქ ბევრი რამეა მომხდარი. რას ლაპარაკობთ, არაფრით არ დავიჯერებ, იმიტომ რომ აი იმ სურათის მერე რაც მე ვნახე და შემდგომ რაც ზვიადმა მიამბო, გამორიცეთ ყველაფერი, იმიტომ რომ უფრო გამწარებულები იყვნენ სად ის და სად მერე. რაც მოხდა საქართველოში და თავისთავად ვის უნდა გადაუხადონ და ვინ უნდა ზღოს, ზვიად გამსახურდიამ, ხომ? და ზვიადი მიიყვანეს ორთაჭალის ციხეში, მერაბიც ასევე, მაგრამ ხდება რა? ზვიადმა თქვა რომ ესე იგი რომ მივყავარო და თან რომ მირტყავენო რაღაც საშინლადო, ქართველები, ის რუსები ისე მოყვებიან. მაგრამ ისინი მე ჩემთან დარჩნენ, იმიტომ რომ 18 დამსჯელები არიან ქართველები. არა, ეს რუსის ჯარი, რომელიც გვარბევდა ის დატოვეს ჩემთან 18 რიცხვამდე ისინი ჩვენ მე გაუსვლელობა მქონდა სახლიდან
და ბავშვებიც აი ასე ჩააკეტილი ვიყავით, არავის არ უშევდნენ და გამომწვეულები ვიყავით, უკარები ჩამოღებულია, ვინც უნდა და ვისაც უნდა და ის შემოვიდოდა. ანუ არ ქონდათ ზვიადი გენახულებინა ციხეში? რა მენახულებია, როგორ გეკადებათ, კარები არ მქონდა, დასაკეტი და ბავშვებს უთხარი. იქნებ რაღაც მოვიფიქროთ, თქო და ის საკუთს ვინ გაწვდიდა? არავის არ უშვებდნენ. 18 რიცხვის დილის 5 საათზე იყო, როდესაც მოიხსნა კომენდანტის საათი და მაშინ გამთავის ბჭყალებში გავთავისუფლდით 40 დღე და ღამე აი ასე ვიედექი და ვყარაულობდი ჩემ შვილებს, რომ ვინმე არ შემოსულიყო და არ ჩაეხოცა ესენი საწოლში და მე ჯანდაბას, მაგრამ აი ასე მდგომარეობაში ვიყავი და ის კარები, რომელიც მათ ჩამოანგრიეს პირდაპირ მახსოვს ლავრენტაშვილის და აი რაც თქვენს ყველაფერი არ შეგვისრულეს და რატომ უნდა ვიფიქრო მათზე უკეთესი დაუშვათ. მაშინ იყო რომ ვითეს მე ზვიად მოვთა კი მაგრამ ამ კარებს რაღაც ერთითო დაუტოვეთო ესო რომ ნორმალურ კარები კი არაო თქვენ რა გონიათო რა ეს სახლი შეგრჩებათო ეს სახლი ჩვენი იქნება ცოტა ხანშიო გესმით თქვენ და მართლაც არ მოხდა ესე ჩაიგდეს ყველაფერი გაძარცვეს, აიღეს, გადაწვეს, გააუბედურეს და დატოვეს ხო ყველაფერი ისე როგორც რაც თქვენს ის შეასრულეს და ასე რომ მე არავითარ შემთხვევაში არ დავმალავ ამას არასოდეს და რაც მოხდა არც იმას არ გავაზვიადე პირიქით მე უფრო ეხა ვინაიდან აქ დროში ვარ შეზღუდული ნაკლებს ვსაუბრობ იმაზე რაც იქ ხდებოდა და ზვიადმა აღწერა ერთი მომენტი ესეც აუცილებელია რომ აღინიშნოს რომ იცი რა მანანა რო შევედი შემიყვანესო საკანშიო მაგიდაზე იყო უკვე გამზადებულია გესმით თქვენ და თეთრ ქაღალდებზე წერია შემკვლელო შეჯალათო შემკვლელო და ესენი დანები და ბრიტვები აწყვია დანები და მოიკალი თავი ეხავე მოიკალი გესმით თქვენ ესე იგი ვისი გაკეთებული იყო ჩემი შევარდაძე პატიაშვილი აი ის გვარები რომლებიც ჩამოთვალე ხო ხალხო მანან აი ერთი შეკითხვა მინდა მე დაგისვათ კი ბატონო რა თქმა უნდა მიუბრუნდებით როგორ მოხდა საქართველოს ანუ დამოუკიდებლობის აღდგენა 9 აპრილს და რატომ კონკრეტულად 9 აპრილს და დღეს არ არის ეს დღე დამოუკიდებლობის დღე არის აღდგენის დღე ითვლება მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს როგორ წარმოგედგინათ აი ამაზე ვისაუბრებთ როგორ წარმოგედგინათ თქვენ ვისაუბრებთ ამას ყველანაირად რომ აღდგენის დღე ასე წერია და არა ზვიადმა იმიტომ დაწერა ეს აღდგენის დღე რომ ვინ ყავდა ჩვენ ყავდა სამართალ მემკვიდრე ვინმე ზვიად გამსახურდია რატომ ჩაატარა რეფერენდუმი იმ სახელმწიფოში სადაც რეფერენდუმით წყდება ქვეყნის ბედი სადაც მოსახლეობის 99% მხარს უჭერს დამოუკიდებლობას შეიძლება რომ იქ შენ ერთი არავინ არ ყავს მაგრამ 99% ხაზი გადაუსვა და თქვა რომ არა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის 26 მაისი მე უბრალოდ მაინტერესებს ანუ რატომ 9 აპრილი როგორ მოხდა ამის შერჩევა თქვენ არა ეხლა შერჩევა არ მომხდარა აქ არ იყო ესე იგი წინასწარ რაღაც ისეთი რომ მაინც და მაინც 31-ში მომხდარიყო ეს რეფერენდუმი ჩატარებულიყო მე ერთ რამეს მოგახსენებთ რომელიც არავინ არ იცით ალბათ 1-2-მა შეიძლება იცოდეს ახლა ჩემმა შვილებმა ნამდვილად იციან და სხვებმაც რა ვიცი ყოველ შემთხვევაში მე ეჭვის ქვეშ ვაყენებ ამ საკითხს ზვიადმა გამოაცხადა როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა გამოაცხადა მან 6 თვე გარდამავალი პერიოდი როდესაც დაიწყო ეს გარდამავალი პერიოდი იყო ფაქტობრივად მიძღვნილი რეფერენდუმისადმი. მთელი საქართველოს მასშტაბით შემოიარეს მთელი ჯგუფები იყო. მე მომიწია სხვათა შორის მე აფხაზეთში მომიწია ორჯერ ვიყავი აფხაზეთში სხვათა შორის და ერთადერთი ძალიან წირის ქონდა სხვათა შორის იცით რა ფინანსებიც არ იყო ისეთი და ზვიადის სურათები ოღონდ ვინმე ჩაეგდო ხელში და მეტი არაფერი იყო აფხაზურ ენაზე აფხაზური
იყო იქ აფხაზურ ენაზე მოსაუბრე ადამიანები რას ამბობდნენ? ანუ მე ხა პრინციპში მე გეტყვით აი მაშინ აი დილარა იყო აფხაზეთის აი ზვიადი ახლა მე მოგახსენეთ მაშინ რა დამკითხეთ აფხაზეთზე ზვიადი შეხვდა როდესაც უზენაეს საბჭომდე შეხვდა აი დილარა იყო იქ და შეხვდა აჩბას და შამბას და მათ გამოუცხადეს ზვიადს პირდაპირ განუცხადეს უпростоრად განუცხადეს რომ ბატონო ზვიად ჩვენ ვცნობთ საქართველოს თქვენ დამოუკიდებლობის სიბრძვით და ჩვენ ვცნობთ საქართველოს დამოუკიდებლობას და აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში. აი ამ ორი ადამიანის სიტყვებია. ახლა ჩემზე უძროსი თაობისთვის. დიახ. საქართველოს საკუთარი სამშობლოს ქვეყნის დამოუკიდებლობა იწყება 91 წლიდან ასე. პირველი პრეზიდენტი ეროვნული მუხტი, შემდეგ მოპოვება ამ ყველაფრის, შემდეგ დამხობა პრეზიდენტის დევნილობაში ყოფი ოჯახი და პრეზიდენტი, შემდეგ დაბრუნებული პრეზიდენტი, უკვე გაურკვევლად სამეგრელოში სხვადასხვა სოფელში გადაადგილებული. და აი ამ ვითარებაში განადგურებული და მოკლული პირველი პრეზიდენტი. აი ესე ანუ დაიწყო, რა თქმა უნდა, დიდი სულისკვეთებით და ზემით და ძალიან მალე ასე დაასრულეს. შემდეგ სხვანაირად გაგრძელდა ისტორია. თქვენ ოფიციალურად მე არავინ არ მცნობს და არც მაინტერესებს. მე პირდაპირ თავისუფლად ვთქვა, მე აი ეს არ იგულისხმება, რომ მე ახლა არ ვცნობ თქვა ჩვენს ხელისუფლებას და ქვეყანას, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე აკეთებს განცხადებას. არა, რითი აკეთებენ ბერეს? არა, როჩადიან ერთად. და უკვე ბევრი ადამიანი, რამდენიმე ადამიანი საუბრობს, რომ ის რაც მოხდა 91 წელს, ეს უნდა მოვინანიოთ. მე რა მოინანიონ, მე ხო არ უშლი მათ ეს მონანიებას ერთია, უნდა აღიარონ. მონანიება ერთია, ეს საეკლესიო რიტუალი, სასულიერო რიტუალი არის და აღიარება არის სამართლებრივი და ეს იურიდიული მხარეა. აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს და როგორ ხედავთ მომავალს, აი ამით რომ დავასრულოთ ჩვენ საუბარი. იცით რაშია საქმე, ერთი წამი მომეცით იმისათვის, რომ მე საბოლოოდ მაინც ბეჭედი დაუსვა იმას, რომ ეს დღე ამ დღეს ვერანაირად ვერ შეცვლის, იმიტომ რომ ყველა სახელმწიფოში, ყველა საგარეო სამინისტროში დევს საქართველოს პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს გზავნილი ტექსტუალური, მე ვგულისხმობ ამას, რომ საქართველომ გამოაცხადა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა და თვლით თუ არა საჭიროა რომ აღიაროთ მისი დამოუკიდებლობა. ყველამ აღიარა. და შევიდეთ მაშინ მათ მოვთხოვოთ, მაშინ მე შემიძლია ყველას მივწერო, ყველა სახელმწიფოს მივწერო, მათ დიპლომატიურ კორპუსებს მიმართო და რასაც მომწერენ, მე ეს ხო იქნება მათი სირცხვილი, ამათი სირცხვილი. მაგრამ ეს ვინაიდან შევარდნაძე ასე სურდა და შევარდნაძე შვილობილი იყო და ეს კაცი მე არ დამინიშდავს, ეხა ივანოვი ჩემთან არ ჩამოსულა და შევარდნაძე მიქ კწანიში რო წაიყვანა და ბოდიში თქვენთან, მაგრამ სააკს რო გამოდის და ამბობს, რომ მე შევარდნაძეს ყველანაირი გარანტიები მივეციო. რისი გარანტიები მისცა? ან იმას რა უფლებამოსილება ქონდა, ან ამას რა უფლებამოსილება ქონდა. სახელმწიფო საბჭო, სამხედრო საბჭო, სახელმწიფო საბჭო, მოქალაქეთა კავშირი, ის კავშირი, ეს კავშირი, მაგრამ სად არის კანონი, სად არის შენი კონსტიტუცია? სად არის კონსტიტუცია? შენ კონსტიტუციის შეცვლის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია არ მიგიღია არავისგან და რაზეა ლაპარაკი. დიდი მადლობა თქვენ რომ ხართ ჩვენ სტუმარი და დიდი მადლობა იმისთვის რომ 91 წელს თქვენმა ოჯახმა ზვიად გამსახურდიამ და თქვენ
მოგვიპოვეს დამოუკიდებლობა. სხვათა შორის, როდესაც უცხოელებთან შეხვედრებზე იყავით, თურმე აღნიშნავდნენ, რომ საუკეთესო წყვილი ხართ და ძალიან მოსწონთ. ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურებით. მე მესმის ძნელია, ამდენი წელია ფაქტიურად ხელისუფლება და ოჯახი დაამხეს თქვენი და ამის შემდეგ არა, ხელისუფლება ცარიდა, ხელისუფლება მომხდარა ისეთი, აი მე მაგალითად ერთი ფაქტს და თუ გნებავთ მე თქვენინება ჰაიტში პრეზიდენტი დაამხეს. ზუსტად იმ დროს, როდესაც ზვიად გამსახურდია დაამხეს. ჰაიტის პრეზიდენტს მოკიდა ხელი ამერიკის მამა ბუშმა მოკიდა ხელი ჰაიტის პრეზიდენტს და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს და წამოიყვანეს რომ იმიტომ რომ ფიზიკურად არ განადგურებული იყვნენ წამოიყვანეს ამერიკაში და ყავდათ მანამდე და თავიანთი წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატების ჰაიტში იყო და იქ აკონტროლებდნენ სიტუაციას. მაშინ უკვე როდესაც დაამუშავეს ეს ხალხი ყველაფერი და უკვე დაითანხმეს იმ რომ დაბრუნებული იყო სხვათა შორის დააბრუნეს პირველად დააბრუნეს ჰაიტის პრემიერ-მინისტრი იმიტომ რომ სამართალმემკვიდრეობა უნდათ ამათ შეენარჩუნებინათ ჰაიტის პრეზიდენტის და ამიტომ სჭირდებოდათ რომ ის ცოცხალი ყოფილიყო და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე შეიყვანეს პირველად, მაგრამ ის შეიყვანა იმან ამერიკის ხელისუფლებამ. უკვირდებოდნენ თვეების მანძილზე და რო ნახეს აბსოლუტური სიმშვიდე იყო, მერე თვითონ ჰაიტის პრეზიდენტი ჩაბრძანდა და იქ ყოველგვარი აბდაუბდის გარეშე, რაც დღეს საქართველოშია, ყველაფერი წარიმართა ისე, როგორც საჭირო იყო. რატო არ მოხდა საქართველოში ეს? მე თქვენ გეკითხებთ. გეკითხებით მე. რას ფიქრობთ, რატომ არ მოხდა? იმიტომ რომ ეროვნული ხელისუფლება სადაც არის, იქ ის მიუღებელია. ზვიად გამსახურდია იყო, მაგრამ ერთი შეცდომა რომ დაუშვეს, მე ამას ნამდვილად ვაღიარებ და მე მათ რომ მომეცეს შესაძლებლობა კი ვეტყოდი, ვინც მონაწილეობა მიიღო. მე კარგად ვიცი ყველაფერი, ასე რომ ვინც მონაწილეობა მიიღო ზვიად გამსახურდიას დამხობაში, მე ვეტყოდი რომ ძალიან ცუდი საქმე გაუკეთეთ საკუთარ თავს. იმიტომ რომ ასეთ კომუნიკაბელურ ადამიანს, როგორც ზვიად გამსახურდია იყო, როგორც პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურა, დიპლომატია, ყველაფერი აი რო ჩამოვთვალოთ, ზვიად გამსახურდიაზე კარგ პიროვნებას ვერ შეხვდებოდნენ და ამ დამისახელით მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ვიღაცამ დაუწეროს ხელწერილი, რომ მე ამას გავაკეთებ, მე იმას გავაკეთებ. არა, ზვიად გამსახურდია ხელწერილს არავის არ დაუწერდა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ნანობენ ეს ადამიანები ამას? მე რამდენადაც ვიცი, ერთი ვიტყვი პირდაპირ, ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები შემდგომში როგორც თეთრი სახლიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ისინი ნანობდნენ რომ ზვიად გამსახურდია ნამდვილად არ იყო ხელიდან გასაშვები ადამიანი, იმიტომ რომ მასთან ადვილი იყო ძალიან კომუნიკაცია, იგი არ იყო აგრესიული, იგი თავიდანვე ამერიკული პოეზიით დაიწყო, ზვიად გამსახურდიამ თავისი ცხოვრება პირველად ამერიკული პოეზიის პოპულარიზაციას მიუძღვნა და სტუდენტი იყო მაშინ და მთელი ამბები იყო ამასთან დაკავშირებით, მე შემიძლია ამასთან სამწუხაროდ როდესაც მომავალში იქნება შევხვდებით, ამაზე ვისაუბრო, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა რეიგანმა, როგორ მიგვიწვია ჩვენ მაშინ სპასო ჰაუსში, შულცი როგორ ჩამოვიდა კოლში, დინების საწინააღმდეგოდ რატომ მიდიხართ? ამერიკის პრეზიდენტმა უთხრა და დინებას მკვდარი თეზები მიყვებიან. ეს იყო ზვიად გამსახურდიას სიტყვები და მანანა არჩვაძე გამსახურდია ჩვენი გადაცემის სტუმარი, ამისთვის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დამოუკიდებლობის დღისთვის და მთელი იმ ბრძოლისთვის, რაც თქვენ გაიარეთ და ზოგადად მთელი ცხოვრება შეიძლება ახლაც გადიხართ ემოციურად ამას. ემოციურად, მაგრამ მე მინდა შევაგნებინო ერთი რამ, რომ ებრძვიან ზვიად გამსახურდიას, ეს მათ არაფერს სიკეთეს არ მოუტანს, დღევანდელი გადასახედიდან მიმოიხედონ, ხალხის დამოკიდებულება კარგად შეისწავლონ, არც უნდა შესწავლა ამას,
ელემენტარული არ ვიცი, ერთი რამოდენიმე მთელი საქართველო რო შემოიარონ და რამოდენიმე კაცისგან 10 იქნება თუ 20 არ აქვს მნიშვნელობა და აიღონ მათგან რაღაც ინტერვიუ და რას იტყვიან? კმაყოფილები არიან თუ უკმაყოფილოები არიან და რა უნდათ და რა? თუ შენ ხალხისთვის არ მოდიხარ, აბა ზვიად გამსახურდია, ვისთვის მოდიო და ჩვენ სახში არაფერი არ გვაყავდა. და ერთ სიტყვასაც ვიტყვი, ერთ წინადადებასა, რომელიც ძალიან აუცილებელი არის. ზვიადი პირველად რო დააპატიმრეს სკოლის მოსწავლე იყო. მე ექსტერნად ჩააბარა, მე-11 კლასი ექსტერნად ჩააბარა. ამის შემდეგ კიდე მოხდა, ციხეში შემდეგ კიდე მოხდა. და ბოლოს ინაურმა დაიბარა თავისთან კაბინეტში და მიუყვანეს ახლა ზვიადი, ახალგაზრდა ბიჭია და ინაური მორუსულეი კაცი იყო, მაგრამ ზვიადთან მაინც ისევე არ კადრულობდა. და უთხრა რომ შენო ნორმალური ხარო საერთოდ მაინტერესებსო და ზვიადი წამოადგა მაშინვე და უპასუხა რომ რატომ აყენებთ შეურაცხყოფას და უნდა გამოსულიყო და არა დაჯიქიო ზვიად დაჯიქიო მე რატო გეკითხები ამას იცი მამა შენმა სახში მოგიწყო კომუნიზმიო და შენ ამ ციხეებში რა ნახეო ამიხსენი ერთი რა დაგრჩენია შენ ამ ციხეშიო და ზვიადმა იცით რა უპასუხა ბატონო ალექსი ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მე სახში როგორ ვიცხოვრებ მე მინდა რომ ჩემი სამშობლოს მოქალაქეებმა იცხოვრონ ისე როგორც მათ სურთ და სწორედ ამისთვის ვიბრძე ზვიად შენ ამას ვერ მიახსევ უთხრა ინაურმა მაგრამ როდესაც ინაური გადმოაგდეს თავისი სახლიდან ტაშტები და ქვაბები რო ესროლეს არა მაშინ ყვიროდა ზვიად შენ გენიოსი ყოფილხარ როგორ ყველაფერი იცოდი რაც უნდა გაგიკეთებინა ზვიადის ქებათა ქებაში ამოხდა სული რომელსაც გვაგინებდა და ბოდიში მოხდა მანდადაც ბოდიში მოუხადა იქედან თბილისიდან იქ გროზნოში ჩამოგვივიდა ხმა რომ ბავშვებს ბოდიში მოუხადა თამრიკოს კონსტანტინეს ყველას რომ ჩვენ აი ასე საშინელთაში ყავდით ასე უმძიმეს პირობებში გაცხოვრებდით მაგრამ თურმე ამას შედეგი შეეძლო რომ მოეტანა რომელიც მე ვერ დიდი მადლობა დღეს ეთერში გავდივართ ესეთი